კვლავ მოგესალმებით. ვფიქრობ, აი აქაც უნდა ჩავწერო მე ლაივი. ერთი ვიდეო უნდა მივუძღვრა ამას აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან მაკვირვებს უკვე ეს თემა. ესე იგი, ძალიან ბევრი YouTube ვიდეო გავრცელდა უკვე ხელოვნური ინტელექტით აცოცხლებენ ქრისტეს ტურინის სუდარის მიხედვით და ტურინის სუდარის მიხედვით გაცოცხლებული ქრისტე მინდა გითხრათ, რომ ძალიან გავს ჩემს მეუღლეს. მიმიკით, ლაპარაკით, ქცევებით, საუბრით, მოკლედ როგორც აცოცხლებენ, ასევე გარეგნულად, რა ვიცი, ყველანაირად ისე ძლიერ გავს, რომ მე ეჭვი მეპარება, ჩემი მეუღლე ხომ არ არის მეთქი ქრისტე თქო. ეხლა ძალიან შოკის მომგვრელი თემა შეიძლება იყოს ეს ზოგიერთი ადამიანისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ მე კითხვა მიჩნდება, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მსგავსებით, ხო, ასეთი მსგავსებით, ასეთი მსგავსებით იყოს მეორესთან. ძალიან მიკვირს, არ ვიცი, მე მაკვირვებს ეს თემა. თქვენ რას ფიქრობთ? მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით. თქვენ ჩემგან იცით კვლავგებითობის თემაზე არაერთხელ მისაუბრია, ოღონდ არა ამ ჭრილში, არამედ იმ ჭრილში, რომ კვლავგებითობის თეორია ჩემსა და თამარ მეფეს შორის ძალიან თვალსაჩინო შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფეს ხალებს აძრობენ და აგერ უკვე ყელიდან წაუშალეს ერთი ხალი. კვლავგებითობის თეორიაზე მე ბევრი მისაუბრია თქვენთან აი ამ თამარ მეფის და ჩემი პარალელების გავლებით. თუმცა აი ახლა მე მინდა კვლავგებითობის თეორიაზე ვისაუბრო ჩემი მეუღლისა და იესო ქრისტეს პარალელების გავლებით. ჯერჯერობით ვერ მოვათავსე ეს ჩემს გონში, ვერ ხვდები აქ რა საკითხთან გვაქვს საქმე, რადგან აქ სხვა რამეზეა მეგობრებო საუბარი, თამარ მეფე ჯერ არ აღმდგარა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე აღდგა და აამაღლა თავი. მაშასადამე თუ იესო ქრისტე აღდგა და თავი აამაღლა, მე ვერ ვიტყვი, რომ მას კიდევ დასჭირდა კვლავგებითობა, ანუ კვლავდედის მუცლიდან ხორცის აღება. თუმცა შესაძლებელია რომ და ეჭვს მიჩენს ეს საკითხი, რომ იმ სახით როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ეს ქრისტეს აღდგომა და ქრისტეს ამაღლება, მოხდა თუ არა ეს მართლაც ასე, თუ არის ეს რაღაც ფანტაზიის წყარო, ან ფანტაზიის შედეგი, რომ ჩვენ როგორც გვეუბნებიან, ქრისტემ აამაღლა თავისი თავი, ის აღდგა 40 დღე კიდე დადიოდა თავის მოწაფეებთან ერთად და შემდეგ ცად ამაღლდა. მე არ ვიცი ხა რა უნდა ვთქვა, შესაძლებელია რომ არსებობს ესე იგი ორეულები, ქრისტე და შემდეგ მისი ორეული ჩემი მეუღლე, რომელიც მისი კვლავგებითია, თუმცა ამბობენ და ჩემი ყურამდეც არის მოსული, რომ ქრისტეს დროს ძალიან მსგავსი პიროვნება, ანუ ქრისტეს მსგავსი პიროვნება არსებობდა, რომელიც დადიოდა და ქრისტეს სახელით ისიც საუბრობდა. მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან დაბნეულობაში ვარ და თქვენი დახმარება მჭირდება. მე ვერ ვხვდები, ეხლა აი აქ ეს ორი სურათი ავიღე, ჩემი მეუღლის სურათები ჩემს ტელეფონში ნაკლებად მაქვს და უბრალოდ ვერ გაჩვენებთ, მაგრამ როდესაც აი ცოცხალ კადრს რომ ვუყურებ მე იესო ქრისტეს გაცოცხლების, როგორ აცოცხლებენ, ეხლა ძალიან ბევრია რა ინტერნეტ სივრცეში, არ ვიცი თქვენ შეიძლება არ გხვდებათ, მაგრამ რამდენიმეს გიპოსტავთ ხოლმე, შეგიძლიათ ჩემს გვერდზე ჩასკროლოთ და ნახოთ, როგორ აცოცხლებენ ტურინის სუდარის მიხედვით. როგორც აცოცხლებენ, ნებისმიერი მიმიკა, ცხვირის მოყვანილობა, თვალის მოჭრილი, ტუჩების მოყვანილობა, წვერი, თმები და არა მხოლოდ ხასიათი და კბილებიც, მეგობრებო. ძალიან მაკვირვებს ეს საკითხი. მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ ან არის ეს მორიგი ხრიკი
სისტემის, რომ ეხლა სისტემა მიცის ვინ არის ჩემი მეუღლე და რა თქმა უნდა, მისგან აიღო ეს ნაკვთები და გააცოცხლა ესეთი ქრისტე ტურინის უდარისიდან და ეხლა შეიძლება ზოგს მოიჩვენოს რომ რეებს ვბოდავ, მაგრამ არანაირად არ ვბოდავ, იმიტომ რომ აშკარად ვხედავ რომ აცოცხლებენ ჩემს მეუღლის მსგავს ქრისტეს რა. ეხლა რაც გინდათ ის და არ ვქვით, არც მე არ ვიცი რატო აკეთებენ ამას, არ ვიცი არც ის დამთხოვა არის თუ არა, მაგრამ დამთხოვები რო არ არსებობს ეგ ვიცი. და არა მხოლოდ თქვენ გესაუბრებით, არამედ ჩემს მეუღლესაც ვესაუბრები ამ საკითხზე, რომ რა არის ეს რა ფენომენია, ხა გავარკვიოთ, ხო, ვთქვათ, ძალიან მსგავსი ხარ, ვთქვათ. ძალიან ესე რომ ვთქვათ, ერთი-ერთში ზიხარ. და გუშინ ისიც ვკითხე, რომ რამე ხო არ გახსოვს იმ დროიდან. არაფერი არ მახსოვსო, მითხრა. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან მიკვირს მე ეს საკითხი, მეგობრო, ძალიან მაკვირვებს, ძალზედ მაკვირვებს. აქ რომ ვუყურებ ახლა ქრისტეს, ამ სურათზე რომ ვუყურებ ქრისტეს, მე ვუყურებ ჩემს მეუღლეს. იმ ფოტოზე ჩემი მეუღლე კიდე არ არის ბუნებრივად. ეხლა ამას რო ვუყურებ ამ სურათს, ხო? აქ არის ეს არის ჩემი მეუღლე. წარმოვიდგინეთ, რომ ჩემი მეუღლის სახე არის ეს რა. ყოველდღიურად ვხედავ ამ სახეს მე. და ვერ ხვდები კლავგებითობა როგორ შეიძლება ვუარყოთ, როცა ასეთი რაღაცები არსებობს. მე ვერ ხვდები ამას. როგორ შეიძლება კაცობრიობა ვუარყოს კლავგებითობა რა. თქვენ რას ფიქრობთ, არ ვიცი. მე ვერ ვუარყოფ, მე ის ჩემი თვალით რაც მაგ ნანახი, ამის შემდეგ მე ვერ ვუარყოფ სხვის მოყოლიზე რომ კლავგებითობა არ არსებობს, კლავგებითობა 100%-ით არსებობს. 100%-ით არსებობს, მეგობრებო, კლავგებითობა. აქაც თამარის მაგალითზეც უკვე დამიმტკიცდა, რომ 100%-ით არსებობს კლავგებითობა, 100%-ით. არა მხოლოდ 99%-ით, 100%-ით არსებობს კლავგებითობა. ეს რაც ფიზიკურს შეეხება. ეხლა ასტრალურს და სულ მენტალურს, ხო, ეგ არ ვიცი. მაგის კლავგებითობა არსებობს, როდესაც ინფორმაცია ჩამოტვირთავს ესიდან, ანუ განიწმინდების სრულიად. და ის ტექნიკები, რასაც ქრისტე აკეთებდა, რასაც თამარი აკეთებდა, ამ ტექნიკებს მეგობრებო, აგერ ეკლესია დააჯდა ზედ და გვიმალავს. არსებობდა სუნთქვითი ტექნიკები, არსებობდა განწმენდის სხვადასხვა ტექნიკები, რომლითაც შეეძლო ადამიანს განიწმინდა თავისი თავი სულ რაღაც 3 დღეში. და ამისთვის მზად არ არისო კაცობრიობაო, ამბობს ეხლა ის ხალხი, ვინც ზედაზის ამ ინფორმაციებს და გამაგებინეთ ერთი. თუ კლავგებითობა არ არსებობს, ის არსებობს, რომ ჩვენ ვიდგეთ და ქრისტეს სისხლის და ხორცი ვთქვლიფოთ ყოველ დღე და ვერ გავცოცხლდეთ? და სიტყვა ქრისტემ, რომელიც 2000 წლის წინ დაგვიბარა, ვერ გავიგოთ, რას ამბობდა? პირდაპირ გეტყვით, რომ კლავგებითობა არსებობს, მეგობრებო, და ხა მე ვარ ამ საკითხთან გაჩერებული. და რა საკითხთან იცით, რომ ფიზიკურში არსებობს ადამიანის ავატარის პროტოტიპები. ერთ-ერთი პროტოტიპი არის თამარ მეფე და მეორე პროტოტიპი არის იესო ქრისტე. როგორც ახლა ამ ჩემი ცხოვრების მაგალითიდან შემიძლია მე ვისაუბრო, სხვისი ცხოვრების მაგალითზე თვითონ სხვამი იზრუნოს და სხვამ გამოიკვლევს, მაგრამ ჩემი ცხოვრების მაგალითიდან შემიძლია მაგალითები დაგიდოთ, რომ კლავგებითობა არსებობს ფიზიკურ ველში 100%-ით, 100%-იანი. ანუ როგორი 100%-იანი იცით, რომ სადღაც რომ რაღაცა შრამი კი არა და დაბადების რაღაც ხალი გაქვს, ან შამი გაქვს, ან მაგალითად დავიბადე, ხო? და მომყვა რაღაც თავისებური შრამი, ხო? ეს შრამი არის კლავგებითი. ეს შრამიც კი არის კლავგებითი, მეგობრებო, რა. ნიშანი. შრამი არ ქვია, მაგას ნიშანი ქვია. მაგალითად თუ თამარ მეფე დაიბადა და მას ჰქონდა მუცელზე, თქვათ, აქ რაღაცა, მარჯვენა მხარეს შეფერილი, ცოტა თეთრად, ის კლავგებითი არსებობს. დაიბადება კლავ ადამიანი, რომელიც იქნება აბსოლუტური 100%-ით თამარის კლავგებითი
და ერთ-ერთი აჯდება იმ ავატარს, რომელი ავატარიც შემდეგ დედისმუსლიდან კვლავ აიღო. 100,000 წლის მერე თუ 1000 წლის მერე თუ 800 წლის მერე ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი ახლა ამ შემთხვევაში ქრისტეს მაგალითზე, ხო? არსებობს ქრისტე, რომელიც დაიბადა და კვლავგებითი შეიძლება იყოს კიდევ აი ჩემი მეუღლე 2000 წლის მერე. ხო, თქვათ, ანუ დავუშვებ მე მაგას, იმიტომ რომ ერთ-ერთი გავს მეთქი და ეხლა შეიძლება არ დავეყრდნოთ და ვერ დავეყრდნოთ იმ საკითხებს, რომ ჩვენ ტურინის სუდარის მიხედვით აღდგენილი კაცის გარეგნობაზე ვერ ვისაუბროთ, მაგრამ საერთოდ მინდა ამ სივრცეში ჩაგახედოთ, როდესაც რაღაც გაჟღერდება, ხო? ინფორმაცია როდესაც გაჟღერდება, მეგობრებო, ის ინფორმაცია უკვე არსებულია. იმას ვეღარ ვუარყოფთ ჩვენ. არის ეს მოგონილი, თუ არის ეს სპეციალურად შექმნილი, თუ არის ეს გამოგონილი, ის ინფორმაცია უკვე არსებულია და იმას ხას ვერ გადავუსვავთ. როდესაც დღეს 21 საუკუნეში გვიქმნიან ამ არსებულ ინფორმაციას, რომ ქრისტე არის აი ასეთი, როგორსაც ახლა თქვენ სურათზე უყურებთ, ხო, აი აქ. და მე ვხედავ, რომ ქრისტეს გვისახავენ ჩვენ აი ასეთად, მაშინ მე ვიტყვი, რომ არსებული ინფორმაციის მიხედვით არსებობს ადამიანი, რომელიც ასევე მსგავსია, კვლავგებითია. კვლავგებითია, პირდაპირ მნიშვნელობით კვლავგებითია. აი აქ ქრისტესთან დახვეწილი ნაკვთებია, დახვეწილი, რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის 33 წლის ასაკში თუ როგორც ამბობენ, რომ 33 წლის ასაკში ის ჯვარს აცვეს, მე რა არ მჯერა, რომ 33 წლის ასაკში ჯვარს აცვეს, იმიტომ რომ ქრისტეს დაბადება არავინ არ იცის როდის მოხდა და არც მისი ასაკი იცის არავინ, მართალი გითხრათ. უბრალოდ ეს მიაწერეს 33 წელს, რაღაცა გამოთვლების მიხედვით, რაც მე ეჭქვეშ, რასაც მე ეჭქვეშ ვაყენებ. და როდესაც ახლა მე ვფიქრობ ისეთ რამეს, რომ თუ ადამიანს შეუძლია ემსგავსოს ქრისტეს ფიზიკურადაც კი, ანუ მისი სულიერი მონაცემებით, ახლა თქვენ ჩემზე კარგად ჩემს მეუღლეს დედამისიც არ იცნობს, ხო? მისი სულიერი მონაცემები ქრისტეს მსგავსია ერთ-ერთში. მე შემიძლია ვთქვა, რომ აი ჩემი მეუღლე ქრისტეს მსგავსია როგორც ასტრალურში, ისე მენტალურში და ისე ფიზიკურში. აი მე შემიძლია ეს ვთქვა, მაგრამ სხვას არ შეუძლია ეს ვთქვას, იმიტომ რომ ჩემს მეუღლეს არ იცნობს. ხო, შეიძლება იფიქროს, რომ ეს გოგო ხო არ გაგიჟდარებს, ლაპარაკობს, როგორ შეიძლება შედარება ქრისტესთან, როგორ, აი ესე. მე გეტყვით, რომ აი ესე, მე ვიცნობ ჩემს მეუღლეს, მე ვიცნობ ქრისტეს, მე ვიცნობ ფიზიკურში ჩემს მეუღლეს, ახლა ფიზიკურში მაცნობენ ქრისტესაც და მე გეტყვით, რომ ძალიან მსგავსია. ასე რომ არ ვიცი ახლა შეიძლება რაღაც უცნაურობები დავარქვათ ამ საკითხს, მაგრამ ხომ თქვით, რომ და თქმულა, რომ ბოლო ჟამს ბევრი სასწაული მოხდება და მე ვფიქრობ, რომ ესეც სასწავლი თემა არის. სასწაული კი არა, სასწავლი თემაა. ანუ ვ და უ რო იცვლება ერთმანეთში, ძველ ქართულში სასწაული ნიშნავს დღეს სასწავლს და ვისწავლოთ. მოიცა სოფიამ დაწერა ერთი რამე. მეგობრებო, კომენტარებს ანუ რომ მეკითხებით კომენტარებში ვერ გიწევ, ვერ გპასუხობთ კომენტარებით, იმიტომ რომ მიზღუდავენ და ასე რომ არ ვიცი, კი არის მსგავსებაო, ამბობს სოფია და სოფიამ დაწერა თამარ რევერესული ჰიპნოზით ხომ იხსენებენ წინა ინკარნაციებს, არ ვიცი რამდენად უსაფრთხოა. რევერსული ჰიპნოზებით და რეგრესული ჰიპნოზებით მეგობრებო, მე ვფიქრობ, რომ არ არის იცით როგორი რამეა, ეს არის ერთგვარი ტექნიკა, რომელი ტექნიკის მიხედვითაც შეგიძლია აბსოლუტურად ყველაფერი გაიხსენო. აი რევერსული ჰიპნოზის მიხედვით შეგიძლია გაიხსენო დაჟე ქრისტეში რა ხდებოდა ის. და შეიძლება იფიქრო, რომ ეს იყავი შენ. გესმის? ნებისმიერ ინფორმაციასთან წოდობა შეგიძლია რევერსული ჰიპნოზით და რეგრესული ჰიპნოზით, მაგრამ ეს რამდენად სახიფათოა, ხო? ანუ რამდენად ადამიანი ამტანია ამ ინფორმაციების მიმართ, ეს უკვე ადამიანმა თვითონ უნდა იცოდეს. შესაძლებელია ინფორმაციებმა ადამიანის სრულად დააზიანოს და საერთოდაც არ იყოს
კარგი ამ რევერსული და რეგრესული ჰიპნოზის მიმართვა, რამე თუ ადამიანის ცნობიერება სრულად შეიძლება შეირყეს, ვერ აიტანოს და ამტანობა ნაკლებად კონდეს იმ ინფორმაციაზე, რასაც მიიღებს ის ამ ჰიპნოზში. გარდა ამისა, ჰიპნოზები არის მანიპულირებადი, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰიპნოზში თავისი, აი ვინც ჰიპნოზს გიკეთებს, ხო? თავისივე მენტალი ანუ შეურიოს შენს მენტალს, ანუ აქ ვერ ხვდები ზუსტად ადამიანი რომელ ველში გაქვს წვდომა, მის ველში თუ შენს ველში. ამიტომ მართალია შეიძლება რეგრესული ჰიპნოზს ვინც აკეთებს და ამ ჰიპნოზებს ვინც აკეთებს, მან დაგაწყნაროს და გითხრას, რომ აი არა, ესეთი მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ თვითონაც არ იცის მან რას აკეთებს. მართალი გითხრათ, ასეთი ადამიანები, აი დაჟე ქრისტეც ხომ იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ ტექნიკას ფლობდა და ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ არც ის არ აკეთებდა მსგავს რამეებს. არ აკეთებდა, იმიტომ რომ არ არის ეს მიზანშეწონილი, რამე თუ სრულად შეიძლება აერიოს ადამიანებს ერთმანეთში, ანუ იგივება მოხდეს სხვა ინფორმაციებთან, მაგრამ არის მესამე საკითხის, მაგრამ რაც მე ჩემიდან მოდის და მე დავასკვენი ეს, რომ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ესე იგი, თუ კი სული ერთია და ჩვენ ყველა ვართ, ანუ ჩვენ ვართ ყველა და ყველაფერი. აი ვიღაცამ მომწერა, რომ აი თამარო იყო ვიყავი ვარ და იქნებაო, ეს არ ჩაკეტილი წრეო და რატო აკეტავ ადამიანებს ერთი და იგივე წრეშიო. ეს ხომ ეს არისო ეშმაკისეული წრე არისო რა და მე ვარ, ის არის, შენ ხარ, აი ესეთი რაღაცა დაწერა და მე მინდა გითხრათ, რომ არ არის ეგრე მეგობრებო, ანუ როდესაც ჩაკეტილი წრეში დადიხარ, შენ ხარ ჩაკეტილი, როდესაც ჯერ კიდევ კითხვები გაგაჩნია. ჯერ თუ პასუხები ვერ იპოვე, ჩაკეტილი წრე არის მაშინ, როცა ჯერ კიდევ ფიქრობ, ვინ ვარ, ის ვინ არის, შენ ვინ ხარ და ასე შემდეგ და შენი თავიდან განაწილებ ყველას, აი ის არის, ეს ვარ, შენ ხარ და ასე შემდეგ და როდესაც უკვე მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ მე ვარ, შენ ვარ, ის ვარ, ან მე ვარ, ის ვარ, შენ ვარ, ხო? ყველას ვარს დაუსვავ, მაშინ შენ აცნობიერებ ერთ რამეს, რომ შენ ყველა ხარ და ყველა არის შენ. ანუ სული ერთია. მიტომ მოდის სიტყვა სულ ერთი, თორე სულ ერთი სიტყვა არ შეიქმნებოდა. ქართული ენა ძალიან სიბრძნისეული ენაა და მასში უნდა ვეძებდეთ სიბრძნეს. და თუ კი ჩვენ ქართულ ენას ავიკითხებით, ჩვენ გვეუბნება, რომ სულ ერთია. ამას მნიშვნელობა არ აქვს, შენ ხარ, ის არის, მე ვარ, თუ იქ ვარ და პეტრია და პავლეა და ქრისტია, სულ ერთია. და თუ შენ ამ სულზე წვდომა გაქვს, ანუ სულ ერთიაო, ხო? სული ერთიაო გეუბნება, ხო? და თუ შენ ამ სულზე წვდომა გაქვს, შენ ხარ, შენ ხარ, ის ხარ, მე ვარ. და უბრალოდ შენ ხარ, ის ხარ, მე ხარ. ასევე შეგვიძლია შემოვატრიალოთ, მე ვარ, შენ ვარ, ის ვარ. ანუ ვარ ან ხარ. და სიტყვაში ჩავიხედოთ აბა, სიყვარულიაო, ხო, გამხსნელი კარი. აბა ნახოთ რა წერია ამ სიტყვაში. მიყვარ ხარ. ვარ და ხარ. და მიყურე. და მე შენ ხედავ, ავატარში შემოიტანეს ახლა ეს ძალიან მაგარი რაღაცა. როდესაც ადამიანი აცნობიერებს მეორეს და გადაწყვეტს, რომ ის მიიღოს, მას ეუბნება, მე შენ ხედავ. აბა სიყვარული, ახსენი თვითონ სიტყვა სიყვარული რას გეუბნება, მიყურე, თქვათ, ხო? ჩერდება უკვე ვარ, ხარ. მიყზე რა სიტყვები მთავრდება, მიყურე. მეტი არაფერი მე მგონი რა. მიყს მერე მარტო მიყურე სიტყვა გააჩნია. აი მომწერეთ სიტყვა მიყს რო აგრძელებდეს. ერთადერთი სიტყვა მოვძებნა, ეს არის მიყურე. და მიყვარ ხარ. დანარჩენი სიტყვები მე მგონი მიყს აღარ აქვს რა და როდესაც ჩვენ ახლა ვამბობთ იმას, რომ ვარ და ხარ და შენ უნდა დაინახო, რომ მე ვარ და ხარ და თანაც მე გეუბნები შენ, რომ მე შენ ხედავ. ხარ და ვარ. ანუ ნახეთ ეს სიტყვა, აი ერთი სიტყვა მიყვარ ხარ, ხსნის იმხელა ინფორმაციებს, რომ ნახე, მე ვხედავ, რომ შენ ხარ. შენ ხედავ, რომ უნდა დაინახო, რომ მეც ვარ. ესე იგი არ გამოგვრიცხავ. ვარ, ხარ.
მე შენ მიგიღე ჩემად, ამიტომ შენ ჩემთან გაერთიანებ, ჩემს გულში გაერთიანებ, იმიტომ მიყვარ ხარ და სიყვარული მაგიტომ ქვია, რომ უპირობო სიყვარული, აბა უპირობო სიყვარული რა არის თუ არა, ის რასაც შენ აღიარებ ადამიანში, უპირობოდ, რომ გიყურებ რაც ხარ, ის ვარ. და უნდა დამინახო რაც ვარ, ის ხარ. გესმის? მოკლედ ამ სიტყვის მიხედვით ძალიან ბევრი ინფორმაცია იხსნება და გარდა ამისა კიდე არის ესეთი მომენტი, რომ ჩვენ, როდესაც რეგრესულ ჰიპნოზში ჩავდივართ, გვაქვს თუ არა ამის უნარი, რომ გავიაზროთ, რომ ჩვენ ვართ ყველა. შეიძლება აღმოჩნდეთ უცბად სატანის როლში. შენ თუ ამის წარმოდგენა შეგიძლია, ხო? ამის ატანა შეგიძლია. მაშინ შეგიძლია რეგრესულ ჰიპნოზს მიმართო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რისი უნარიანები ვართ. ჩვენი უნარი გვიმტკიცდება ჩვენი ცხოვრების მიხედვით, ცხოვრებისეული წესის მიხედვით. და ცხოვრებისეული წესი ისედაც გიხსნის ბევრ ინფორმაციას, რომ არ მიმართო სპეციალურად ვიღაცა ჰიპნოზიორებს და ასე შემდეგ. არ გვჭირდება ჩვენ სამყარო, ჩვენი თავი გვიხსნის იმ ინფორმაციებს, რისთვისაც მზად ვართ. და თუ შენ რაღაცისთვის მზად არ ხარ, სპეციალურად არ უნდა მიმართო რაღაცეებს, იმიტომ რომ შეიძლება დაგაზიანოს. თუნდაც მიყოლე, მიყოლე ვარ ხარ, მიყოლა, ხო? მიყოლე, ვარ და ხარ, მიმიღეო ისეთი, როგორც ვარ, ისეთი ხარო. გესმის? თუნდაც მიყოლე ვარ და ხარ, მიყურე ვარ და ხარ, მიყიდე ვარ და ხარ, მიყიდე, ესე იგი მაღიარეო რა, მიყიდე. არის ესეთი გამოთქვა ქართულში, რომ შეატენაო რა, ანუ მიყიდაო რა. მივყიდეო, შევატენეო, ხო? შევატენე იგივე მიყიდვა არის და იყიდაო ტყუილი, გესმის? ტყუილი იყიდაო, ესე იგი მიიღო, გესმის? და ეს ქართული სიტყვები ძალიან მაგარი სიტყვებია. მასში იმხელა სიბრძნედებს ტყუილა გამონათქვამები ჩვენ არ გვაქვს. და უნდა მივუტრიალდეთ ქართულ ენაზე და ჩავიხედოთ შიგნით რა ხდება ამ ქართულ ენაში, გესმით? არ გამორიცხავს ერთმანეთს. მიყურე, მიყიდე, მიყოლე და მიყვარდე. გიყვარდე. ხო, ესენი ერთი და იგივე აზრის შემცველი სიტყვებია. თუ კი ჩვენ მის ფუძისეულ არსში ჩავალთ. ჩვენ თუ ფუძისეულ არსში არ ჩავედით და ზერელად შევხედეთ, ანუ გარეგნულად შევხედეთ, ხოლმე რა თქმა უნდა, სიტყვის ასობგერად და წყობით ისინი გამოირჩევენ ერთმანეთისგან, როგორც არის მიყურე, მიყიდე, მიყოლე და მიყვარე. რა თქმა უნდა, ასობგერების მიხედვით გამოირჩევენ, მაგრამ მის სიღრმე არის ერთი და იგივე ცნობიერება, რასაც ნიშნავს მიმიღე ისეთი როგორც ვარ. მიყურე. ვარ, ხარ. ხარ და ვარ. კითხოს როდესაც უსვამთ, გიყვარ, ვარ. აქ უკვე იცვლება აზრი, ვარ. ორი სიტყვა, ვარ და ვარ შემოდის. გიყვარ, ვარ. ანუ ეკითხება, რომ ის ვინც ვარ, ის ხარ, ანუ ვარ შეგიძლია თქვა, რომ შენ რომ არსებობ, ვარ, ამბობ რომ ვარ და მეც რომ ვარ შეგიძლია რა თქვა? ამ სიტყვაში ეს კითხვა მოდის. გიყვარ, ვარ. მაგრამ თუ ადამიანს ვერ ხედავ, იმას ვერ ეთქვი, რომ გიყურებ, რომ ხარ. ანუ თუ არ აქცეპტირება არ გაიკეთებია ჯერ იმ ადამიანისთვის, შენ მისთვის არ გითქვას, რომ მე შენ ხედავ. რაც როგორც გითხარით, უკვე ავატარმა უკვე სპეციალურად აიღო ეს თემა და პირდაპირ სახეში მოგვათხლიშა, რომ ესე მნიშვნელოვანია ამ სიტყვის გამოთქმა. მე შენ ხედავ. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი დავინახოთ. ჯერჯერობით ადამიანი მიტრიალებულია თავის თავისკენ და თავის თავს ეძებს გესმის და თუ ვინმე მას დაანახებს თავის თავს, ის შურიც წკდება, რატო იცით? იმიტომ რომ რატომ თვითონ ვერ მოახერხა პირველმა, რომ თავისი თავი დაენახა. ამიტომ ის იმ ადამიანს ჯინში უდგება, რომ რატო, მაგრამ არ არის ეგრე, მაგრამ აღიარებაზეა საკითხი და ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთს, ჩვენ ვართ. ყველანი ვართ.
მე ვარ შენ, შენ ხარ მე. მე ვარ, ის ვარ, შენ ვარ, გესმის? შენ თუ ამის თქმა შეგიძლია და გააზრება შეგიძლია სიღრმისეულად ერთი და იგივეს ვატრიალებ, მაგრამ აუცილებელია რომ გაიგოთ, ბევრი თავი მიყურებს და ბევრი ახსნა სჭირდება. ამიტომ ეხლა ჩემმა მეუღლემ რომ თქვას, რომ მე ვარ ქრისტე, ხო? არც აქ იქნება რამე ცუდი. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვარ და ქრისტემ ხო თქვა რომ მე ყველა თქვენში ვარ. და თუ კი ქრისტე აღიარე და შენ იტყვი რომ მე ვარ ქრისტე, შენ არაფერს არ ართმევ ამითი ქრისტეს. თან მით უმეტეს თუ გავხარ გარეგნულად, თუ გავხარ მენტალურად და ფიზიკურად და საქმეების მიხედვით და ასე შემდეგ. ეხლა მითხარით მეგობრებო, ნებისმიერი მამაკაცი რომელიც იტყვის რომ მე ვარ ქრისტე, ხო, როგორც აი ახლა ნიკოლოზზე ხო ამბობენ რომ ქრისტეაო, ხო? არის მე რა, არის, მაგრამ საქმეების მიხედვითაც დაემსგავსოს და იმის მიხედვითაც რომ ხმა ამოიღოს, ენა ამოიღოს და ალაპარაკდეს, როგორც ქრისტე ლაპარაკობდა და ხალხი დამოძღროს. ჩემი მეუღლე არის მასწავლებელი, დოქტორი და ის მოძღრავს ხალხს, მასწავლებელი ხალხს მოძღრავს. ხო? ასე რომ არ არის აუცილებელი რომ პირები დავიკუმოთ, კაცო, მთავარია ერთმანეთს გავაგებინოთ სიტყვით და გამოვთქვათ, ხო? არავინ არ გეუბნება რომ შენ არავინ არ გავალდებულებს რომ შენ აღთქმა რომ დამიდე ახლა უნდა იყო მდუმარებაში, არ არის ეს აუცილებელი მდუმარებაში ყოფნა, მაგრამ თუ შენი ხუშტურია რომ იყო ესე სიკვდილის ბოლომდე მდუმარებაში, იყოს მაშინ შენი ხუშტური იყოს, კი ბატონო. ხო და რა მინდა გითხრათ იცი რომ კვლავგებითობა არსებობს მეგობრებო, არსებულია და უკვე თვალსაჩინო ხდება და ეხლა თვალსაჩინო თვალებით თუ გინდა რომ დავიბრმავოთ, ხო? მაშინ დავიბრმავოთ, არც ეგ არ არის პრობლემა. აქამდე 48000 წელი ბრმად ცხოვრობდით, მოვიდა ქრისტე რაღაცა გვეჩიჩინა და ვერ გავიგე და ახლა უკვე თვალსაჩინო ხდება ყველაფერი და მაინც ბრმები თუ გინდა რომ დავრჩეთ, არც მაგის პრობლემა არ მაქვს, მე პირადად. თქვენ თუ ეგრე გინდათ, მაგრამ მე არ მინდა, მე მინდა რომ თვალი რასაც ხედავ ის დავინახო და არ დავბრმავდე და ეშმაკის იმას არ ეშმაკს რატო უნდა მივაწერო, კაცო, ღმერთის ქმნილებაა ეს ყველაფერი. რა ეშმაკს? გიჟები ხო არ ახართ ყველაფერს ეშმაკს რო აწერთ, რაც კარგია და რაც ცუდია, ყველაფერს ეშმაკს აწერთ. აბა ღმერთს რაღა დაუტოვეთ, მითხარით? ღმერთს არაფერი არ ეკუთვნის? ხო და რაც ღმერთს ეკუთვნის, იმას მიაკუთვნეთ. ყველაფერი ეშმაკის ღმერთს ეკუთვნის, იცი? და რაც ეშმაკისეულია, ის ღმერთისაცაა. გესმით? თამარ ქრისტეს ტყუპის ცალი იქნება, შენი მეუღლე უბრალოდ არაფერი ხდებაო. ორეული, ხო? ორეულებიც არსებობენ, კი. ავატარებზე იმიტომ მქონდა საუბარი, ორეულები არსებობენ და ორეულები რო არსებობენ, ანუ სულიერი მდგომარეობა ფიზიკურში აისახება მეგობრებო. აი სული ადამიანს როგორ იცნობ, იცით, როგორი სული აქვს? როდესაც მას შეხედავ გარეგნობით როგორია. და როდესაც ის გარეგნულად არის სიმეტრიული, ხო? ესე იგი მას გაწონასწორებული სული აქვს. და მის შთამომავლობას გაწონასწორებული სული აქვს. და როდესაც ადამიანი არის მოღუნული, დაკრონჩხული, გამრუდებული, ყველა დეტალს აქვს თავისი სულის დატვირთვა. აი მაგალითად თუ ადამიანს კისერზე დიდი ტვირთი ადევს, მას კისერზე უჩნდება აუცილებლად ზურგჩანთა, ანუ გამობერილი, ებერება. თუ ადამიანს მაგალითად დასუსტებული აქვს და ტვირთი ადევს ქვედა ნაწილში, მაგალითად პირველ საკრალულ ჩაკრაში, ეს არის გენიტალია და გენიტალის მაღლა ზემო ნაწილი, ამ ადგილზე აუცილებლად უჩნდება თვალსაჩინო რაღაც უცნაურობა, გამრუდება. მერე მუცელზე, მერე მკერდზე, მერე ყელზე და ყველგან ჩიყვი, რა თქვენ გონიათ რამე სხვას წარმოადგენს, ვიდრე ის რაც გამოსათქმელი ქონდა და არ გამოთქვი და დაგროვდა ყელში? ჩიყვი უჩნდება ადამიანს, რომელიც არ თავისუფლდება თავისი სიტყვისგან. ადამიანს როცა მიეცა ენის საშუალება, მას უნდა ჰქონდეს ასევე ამის გამოთქმის უნარი და არანაირად არ უნდა მოერიდოს იმის, რომ ჩვენ ეხლა რა მაგარი ჩიტები მოფრინდნენ, მეგობრებო, უნდა გაჩვენოთ რა. გაჩვენოთ.
აი ნახეთ რა. რამდენი გორი ჩიტები არიან აქ იცით? კარალიოქს ჭამენ. და დაფრინავენ გუშინ იმდენი სახის ჩიტი ვნახე კოდალად, პატარა ყვითელი, აი ხედავთ? მე მეგონი ვერ ხედავთ. აი უამრავი სახის ჩიტი აქ მოვიდა გუშინ და ისეთი ლამაზი სანახაობა იყო. აი, მოდი აბა დავლიდან იქნებ დაგანახოთ რამენაირად. ხედავთ რამეს? მე ვერ ხედავ ახლა. მაგრამ ბევრი ჩიტია. ხო და ასე შემოკარგებო რა. რა ვიცი, მეტი აღარ გავაგზავნოთ, თორე დაიღალა კაცობრიობა ჩემი მოსმენით მე მგონი და აგერ სისტემაც დაიღალა და გუშინ დამბლოკა, მერე განბლოკა. თურმე არ შეიძლება ესეთი რაღაცეების თქმა და არც დაწერა, თორე რა ქვია მაგას ალგორითმი აღიქვავს ამას უცნაურად და მე ვიდეოებს უფრო გიზღუდავს. ხო და ასე რომ აღარ ვიტყვი ბლოკვასა და იმას, მეგობრებო, სხვანაირად მოვიხსენიებ ხოლმე, როცა შემზღუდავენ, ხო? კარგით? ეხლა დაგემშვიდობებით და თქვენი აზრი მაინტერესებს, მაგრამ დამიწერეთ რა. დამიწერეთ რას ვფიქრობთ კლავგებითობაზე. ლორდოზი, ხო, ლორდოზი მაგალითად, ლორდოზიც, კიფოზი. კი ბატონო, ეს ყველაფერი სულის კივილია, სულის კივილია, რო იცოდეთ ეს ყველაფერი. აი მაგალითად იმ სუქანი ადამიანები არიან ჯალათები სხვათა შორის, ჯალათები არიან, ისინი სხვის ენერგეტიკაზე ზიან, გაუცნობიერებლად მეგობრებო, განაგაცნობიერებულად. ყველა მსუქანა ადამიანს მინდა მივმართო, რომ ნუ მიიღებს ამას წყენად რა. უბრალოდ მიიღეთ ეს როგორც სიგნალი და დააკვირდით თქვენ თავებს რა, რომ როდესაც ადამიანი სიმსუქნით გამოირჩევა, ის ხედავთ ხო როგორ წვალობს ეს ჩიტი, რომ რაღაცა საჭმელი მიიღოს. გამოირჩევა ის მას თავის ენერგია ენერგიის ნაკლოვანება აქვს და ენერგიის ნაკლოვანება აქვს, უფრო სწორედ და ენერგიაზე აქვს სამუშაო, სულიერ ენერგეტიკაზე აქვს, მას მოპარეს სული როგორც ჩანს და ცდილობს რომ აი ამ მატერიალური კონზუმით ის შეავსოს და ერთი და იგივე წრეშია გამოჭერილი ეს ადამიანი და უნდა მიხედოს თავის თავს რა. მე ესე ვფიქრობ რომ გახდომა ვისაც უნდა ჯერ პირველ რიგში თავის სული დაიბრუნოს უკან და როდესაც სულს დაიბრუნებს უკან მერე თვითონ მატერიაც დაწყნარდება და აღარ მოუნდება ამდენის მიღება გესმით? გარე სამყაროდან, გარედან. უკეთ ამაზე სხვა თემაა და კიდე სხვა დროს ვისაუბროთ, ეხლა დაგემშვიდობებით, კარგით? აბა გაკოცეთ.